ქართული საეკლესიო საგალობლების პირველი აღიარება შეერთებულ შტატებში გენიალური შემოქმედი ასეთი იყო ზაქარია ფალიაშვილის მიერ წმინდა იოანე ოქროპირის წირვიდან შედგენილი საგალობლების შეფასება. კაპიტოლიუმის გუნდის მიერ შესრულებულ საგალობლებს ვაშინგტონში მალე სახელმძღვანელოების სახით გამოუშვებენ. ვაშინგტონში კონგრესის უბანში კაპიტოლიუმის პრესვიტერიანული ეკლესიიდან მთელი საღამო ქართული საეკლესიო საგალობლების ხმა გამოდიოდა. შენ ხარ ვენახი ჯვარსა შენსა ალილუია მოგმადლენ უფალო და მრავალჟამიერი კაპიტოლიუმის გუნდმა შეასრულა. ეს იყო ზაქარია ფალიაშვილის მიერ წმინდა იოანე ოქროპირის წირვიდან შედგენილი ქართული საეკლესიო საგალობლების პირველი ამერიკული აღიარება. წმინდა იოანეს საგალობლები ბევრჯერ მოგვიმზადებია, თუმცა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები არასოდეს. მაპატიეთ რომ ამბობ, მაგრამ მე ფალიაშვილი აქამდე არ ვიცოდი და ახლა აღმოვაჩინე, რომ შემოქმედებაში გენიაა ჩადებული. ზაქარია ფალიაშვილის მიერ შეკრებილი საგალობლების მოძიება კაპიტოლიუმის გუნდის სოპრანოს თეოდოსია ოსტენს კალიფორნიული მუსიკალური საგამომცემლო კომპანია მუსიკა რუსიკას ხელმძღვანელმა ვლადიმირ მოროსანმა ურჩია. საგალობლების ნოტების დაბეჭდილი ვერსიის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. 1909 წელს გამოცემული ერთადერთი ორიგინალური ვერსია მხოლოდ რუსეთში, ლენინის მუზეუმში ინახებოდა. მოსკოვში მოპოვებული ფოტოასლებით და თბილისიდან მიწოდებული ქართული ტექსტით კაპიტოლიუმის გუნდმა წმინდა იოანე ოქროპირის საგალობლებით ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა ვაშინგტონში გააცოცხლა. სირცხვილია რომ ფალიაშვილი აქამდე არ ვიცოდით ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ შთავაგონებთ უფრო ბევრ ადამიანს რომ შეასრულოს ეს უმშვენიერესი საგალობლები. ვიმედოვნებთ რომ ჩვენ მალე გამოუშვებთ ამ საგალობლების თანამედროვე გამოცემას. დღევანდელ წარმოდგენაზე კაპიტოლიუმის გუნდში ქართულ საგალობლებს ასრულებდა რამდენიმე ცნობილი პიროვნება. მათ შორის იყო გუნდის ტენორი ტომ კისი, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის პრეს-სპიკერად მუშაობდა და შონ მაკკორმაკთან ერთად მიჰყავდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-კონფერენციები. მოხარული ვარ რომ ჩვენი შესრულება მოვასმენინეთ არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებას, არამედ ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. დიდ მადლობას ვუხდით ქართულ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის აღმოგეჩინა ეს საგალობლები. საგალობელი შენ ხარ ვენახი განსაკუთრებულია და ვიცით რომ მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული ხალხისთვის. ძალიან ლამაზი ნაწილია ეს საგალობელი. ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგალობელია მამაუჩვენა. ბევრი ამ ადამიანებისა, რომლებიც აქ წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში და ასევე გუნდში, ნამყოფი არიან საქართველოში. ზოგიერთი მათგანი მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ადმინისტრაციაში და სამსახურეობრივად უწევთ საქართველოში მოგზაურობას. სწორედ ისინი ასრულებენ ასე ვთქვათ კულტურული ელჩების როლს. წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის საეკლესიო საგალობლების მუსიკალურ სახელმძღვანელოს ვაშინგტონში გამოუშვებენ. ამერიკელი შემსრულებლები ამბობენ, რომ ფალიაშვილის შემოქმედება გენიალურია და მას შეერთებულ შტატებში კარგად უნდა იცნობდნენ.